რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, იმისათვის რომ პროექტის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა, რაღაცა დოზით უნდა გვესმოდეს უკვე პროგრამა არჩიკათში მუშაობა, მაგრამ მე მაინც შევეხედე მარტივ ისეთ მოქმედებებს, იმიტომ რომ შესაძლებელი ვინმე სრული გაუჩნდეს და საერთოდ პროგრამა არ იცოდეს და ნოლიდან უნდა ესე ისწავლოს პროექტის შექმნა. ამიტომ გამიხილავ ახლა ამ ვიდეოში რამოდენიმე თემას, ეს იქნება პროგრამის ჩართვა, პროექტის შექმნა, მერე შენახვა პროექტის და პროექტისათვის სამუშაო ღერძების შექმნა იქნება ჩვენი თემა. რა თქმა უნდა, მენიუ სტარტში უნდა იპოვოთ ჩაწერილი თქვენს მიერ პროგრამა. ამაზე უკვე აღარ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ თუ Windows ვერ ფლობს საერთოდ მაშინ თავისთავად არქიტექტურაში არაფერი გვეცემა. გამომდინარე აქედან პროგრამას, რომელსაც გამოვიყენებ პროექტირებისათვის, იქნება ArchiCAD 24 ვერსია, ამ შემთხვევაში ინგლისური N1. დაწყებების შედეგად დაელოდებით, სანამ არ ჩაიკითხება პროგრამა სრულყოფილად. პირველი პანჯარა რაც გაიხსნება იქნება Start ArchiCAD 24 და ვინაიდან ახალ პროექტს ვაკეთებთ, ვაწვევით New Relax და ველოდებით, სანამ არ გაიხსნება პროექტისათვის საწყისი პარამეტრების შერჩევის პანჯარა. აქ მოგახსენებთ მე ლიცენზირებულ სავასწავლო ვერსიაში ვმუშაობ, ამიტომ შესაძლებელია თქვენთან ეს არ გაიხსნას, უბრალოდ აქ არ დავიწყებ ამაზე საუბარია ლიცენზიაზე, რაში მაქვს უფლება გამოვიყენოს შესაბამისი პროგრამა. მარტივ ენაზე თქვა, რა თქმა უნდა, სასწავლო ვერსია, იმისათვის რომ კომერციულად გამოვიყენო, ანუ პროექტები გავყიდო, ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან დავაბრალ Graphisoft-ის უფლებებს. ესე იგი, გაიხსნა ახალი პანჯარა სახელწოდებით New Project, საიდანაც ახალი პროექტი უნდა შევქმნათ. გამომდინარე აქედან ვიყენებ სტანდარტულ ArchiCAD 24-ის templates, ანუ NIMUS-ს, ეგრეთ წოდებულ შაბლონს, თუ მათ შორის რუსულ სიტყვას გამოვიყენებ და გამოვიყენებ სამუშაო ინტერფეის ამ ეტაპზე, რაც დაგჭირდება, იქნება Architectural Profile 24. აქ მინდა თქვა მათ საყურადღებოდ, ვინ ძველ ვერსიებში მუშაობდა, ცოტა შეიცვალა ოდნავ ინტერფეისი ArchiCAD 24-ში და შესაბამისი ჩამონათვალის პროფილების. ამიტომ, ვინაიდან თუ ფლობთ 23 ვერსიას რაღაც დონეზე და გვინდა 24-ში გავაკეთოთ, თუმცა 23-ში შეგიძლიათ აბსოლუტურად ანალოგიური პროექტი შექმნათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, თუ პროგრამას ფლობთ. მათ შორის 24-ის პრობლემის გარეშე შეძლებთ ამ პროექტის გაკეთებას. ვაწვევით Relax News და ველოდებით, სანამ არ ჩაიტვირთება ჩვენი სამუშაო დაფა. ჩაიტვირთა პროექტი, ჯერჯერობით რა თქმა უნდა უსახელო, შესაბამის სახელწოდება მითებულია ზედამასხენელ კუთხეში, რომ არ არის შენახული და მუშაობთ პროგრამა ArchiCAD 24-ში, სასწავლო ვერსიაში, თუმცა აქ ვიალბათ აღნიშნავ, რომ სასწავლო ვერსია ზუსტად ისეთივე ფუნქციონალით არის მოცემული, როგორც თავისთავად ლიცენზირებული გულისხმობ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფიციალურად პროექტების შექმნისათვის. პირველი რაც ვთქვით, რა თქმა უნდა, პროექტი რო ჩაიტვირთება, მას აუცილებლად შენახვა უნდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. ამიტომ ვიყენებ menu file-ში ბრძანება saves, გამოდის მართვის პანჯარა შენახვისათვის, ვიჩერთ მარცხენა ჩამონათვალში. ჩემ შემთხვევაში Windows-ი რუსული გამომდინარე იქნება რუსულად ჩანს, თუმცა ვისაც ინგლისური N1 გაქვთ, გამომდინარე თავისთავად Windows 7, 10 თუ სხვა ვერსიები იქნებათ, ოდნავ შეიძლება ეს პანჯარა განსხვავდებოდეს ვიზუალურად, ამიტომ არ უნდა დაიგნეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პრინციპი და შინაარსი ყველგან არის ერთი და იგივე. მარცხენა მხარეს უნდა მონიშნოთ desktop, გექნებათ ინგლისურად, ანუ სამუშაო დაფა. ამიტომ აღვნიშნე, რომ როდესაც სწავლობთ მსგავს პროგრამებს, რაღაცა დოზით Windows-ში თავისთავად უნდა ვერკეოდეთ. ახლა ვიღაცამ არ იცოდეს desktop-ი რას ნიშნავს, თუ კიდევ ვერ მაშინ დაანებეთ ArchiCAD-ში მუშაობას, გაიარეთ კურსი მარტივი რაღაცა Windows-ის დონის და მე გადმოდით უკვე სამუშაოდ. ამიტომ მომდენო შემთხვევებში, ან მომდენო ჩანაწერებში უკვე აღარ ვისაუბრებ ამ მარტივ ბანალურ რაღაც ტექსტებზე Windows-თან დაკავშირებით და პირდაპირ იქნება აქცენტირება მხოლოდ და მხოლოდ ArchiCAD-ზე. თუმცა ამ შემთხვევაში მაინც გავამახვილე ყურადღება, რომ რუსულად რაბოჩი სტოლ, ინგლისურად გექნებათ desktop. რატომ რაბოჩი სტოლ? იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, აქ ვინახავ ამ შემთხვევაში ჩემ პროექტს, თუ სხვაგან ვინახავთ თქვენ სამუშაო პროექტს, გულისხმობ რა თქმა უნდა ამ შენობის პროექტირების საქაღალდეს, რომელშიც მოცემული გვაქვს ძირითადი სამუშაო ფაილები, რასაც გამოვიყენებთ პროექტირებისათვის, რომელიც უკვე აღნიშნე წინა ვიდეოში. ამიტომ ვინაიდან მე desktop-ზე დავდე ამ სამუშაო დაფაზე ეს ჩვენი ფოლდერი, გავხსნი ამ ფოლდერს და აქ შევინახავ ჩემს პროექტს. სადაც იმია ფაილში თავისთავად მათ შორის ინგლისურად თუ ინგლისური N1 Windows-ი გაქვთ ან სხვა N1-ის შესაბამისად ეწერება, აი ეს ტექსტია, ანუ სახელში ფაილისათვის ჩავწერთ ნებისმიერ სახელს, რომელიც გინდათ. მე ამ შემთხვევაში პროექტი დავარქვევ ასეთ სახელს. რა თქმა უნდა,
რა თქმა უნდა, თუ ეს პროექტი დაკვეთა არის და გიკვეთავთ ვინმე პიროვნება, მაგალითად სიტუაციად დაუშვათ თუ არ დამკვეთი მე, რომელსაც დაგიკვეთეთ, ალბათ ამ შემთხვევაში ჩავწერდი სახელს დამკვეთისას. იყოს ჩემი სახელი და გვარი პროექტისათვის. ვითომ მე ვარ დამკვეთი და საკუთარ თავს ვუკეთებ, დაუშვით. მე მგონი ამ სახელებზე პრობლემა არ უნდა ქონდეს, ესაც ერთ-ერთი Windows-ის ლოგიკური ცოდნა არის, მაინც შევეხები იმ შინაარს, რომ ამჟამად ვიმყოფებით მიმდინარე პროექტში, რომელიც შევინახე ამ ფოლდერში და ანუ ამ მუშაობ ახლა ამ ეტაპზე ფაილში, რომელსაც სახელი ქვია ნიკა კობაიძე და თავისთავად ითვლება როგორც ინდივიდუალური პროექტი. მე არ დავიწყებ უკვე მის გახილვას, აქ რატომ დაემატა ასეთი ფაილი, ეს უკვე რა თქმა უნდა კურსის დროს ახსნას ვაკეთებ, რა არის წარმოადგენს, ამიტომ აქ უშუალოდ ვისაუბრებ პროექტირებაზე და არა არქიკადის სწავლაზე. ესე იგი შევასრულეთ რამოდენიმე ოპერაცია, ეს იყო პროგრამის გაშვება, ეს იყო ახალი პროექტის შექმნა, ეს იყო შენახვა პროექტის და ახლა გადავიდეთ ღერძების შექმნაზე. ესე იგი აქ გვაქვს ჩვენს ფაილში ან ფოლდერში უკაცრავად რამოდენიმე PDF ფორმატის ფაილი, პირველი სართული, მეორე სართული, თუმცა აქვე რა თქმა უნდა მე უკვე ვისაუბრეთ წინა თემაზე, აღვნიშნე განსხვავებები, გეგმაში მოცემულ სურათებს შორის რა იქნება და ჩვენ შორის რა იქნება, ამიტომ აღარ გავმეორდებით, ჩვენ ამ ეტაპზე გამოვიყენებთ პირველი სართულის გეგმისათვის როგორც კედლებს, ისევე ღერძებს, მათ შორის მეორე სართულს და თუმცა რა თქმა უნდა გზადაგზა რაღაც კორექტირება შეიძლება შევიტანოთ ჩვენს პროექტირებაში. გახსნილი მაქვს აგერ არის ეს ფაილი და შესაბამისი ღერძები უნდა შევქმნათ, რომელიც იქ გვაქვს მოცემული. ღერძებს შორის გვაქვს შესაბამისი მანძილები, რომელსაც გამოვიყენებთ ამ ასე ვთქვათ ღერძების გასაკეთებლად. მაშასე გადავდივარ ესე იგი პროექტი არქიკადში. გამოწევ ამ ღერძზე და დავიწყოთ ღერძების შექმნა, რომელსაც შევასრულებთ მენიუ დიზაინიდან გრიდ სისტემით. შევკეცავ ჯერჯერობით ყველა ხვეულს. იმედია დავაფიქსიროთ, რომ შევკეცე general, grid, ბოლომდე არ ვკითხულობ, named და გავხსენი grid position. გადავთვალოთ, რამდენი ღერძი უნდა ქონდეს ჰორიზონტალურად. A-დან G-ს ჩართულით, ჩვენ ღერძებს ქართულს გავაკეთებთ აქ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ღერძი გვაქვს. შესაბამისად ჯერ ავდგები და ამ 1, 2, 3, 4, 5-ს დავამატებ ფორცალს 1, 2. ამას ცოტა ჩამოვწევ იმ თვალსაზრისით, რომ აქ არ მომიწევს აი ამ ცოცით მოძრაობა და გადაადგილება, გავშლი ამ ფანჯარას. ეს მარტივი ოპერაცია და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ Windows-ის ძირითადი პრინციპებია და ვერტიკალური ღერძები 1-დან 5-ით ჩათვლით, ანუ 5 ცალი უნდა ქონდეს. მოგხედავთ, რომ 5 ცალი ამიტომ ფაქტორად არც არაფერს არ ხვდით. გადავდივართ ზომების ჩაწერის ასე ვთქვათ საშუალებებში. ესე იგი B ღერძამდე, ანუ მომდევნო ღერძამდე ნახულობთ რამდენი არის. მოვიტან ახლოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რომ ჩანდეს უფრო უკეთესად. კიდე მოვწევ ახლოს. ესე იგი გვაქვს 1000, მერე შესაბამისად 2000 მანძილი. წერთ, რამოდენიმე რიცხვებს ერთდროულად გადმოვიტან. რა თქმა უნდა, შემეძლო ზეპირად ჩამეწერა ახლა ეს თქონოდა დამეჭდილი სახით, უბრალოდ პარალელურად ვაკეთებ, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ საიდან ვიღებ ამ რიცხვებს, რომ ზეპირად რაღაც არ მეთქვა, რომ ფურცელზე მიწერია მეთქი. ხო, აგერ არის 2400, მომდევნო ღერძამდე წერთ 2400 მილიმეტრებში, რა თქმა უნდა, მოცემულია ზომები, 1500 მომდევნო, წერთ 1500, შემდეგი 3200 და 2400. 3200 და 2400. გადახედეთ კიდევ ერთხელ კარგად, რომ ყველა რიცხვი სწორად ჩაწერილი, თუ შეგეშალათ ან არასწორად ჩაწერეთ, ხელახლა გაიმეორეთ რიცხვების შეყვანა. ეხლა რაც შეეხება ვერტიკალურ ღერძებს, 5600-ია მეორე ღერძამდე. ჩავწერეთ 5600. მომდევნო არის 3500. შემდეგი 2100. იმედია სწრაფად რომ გადავდივარ, გადმოდივარ, ხვდებით ლოგიკურ შინაარსს და მომდევნო 1300. ესე იგი ძირითადი პარამეტრები შევიყვანი, აქ უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩართული მქონდა general setting-ში და როგორც წესი ასე უნდა იყოს ჩართული, იქნებოდა თავიდან ჩართული თუ არ ითამაშე და არ გადასცეთ გეომეტრიულ მეთოდში ორთოგონალური პოზიცია ღერძების. რაღაც კორექტივებს შევიტან, რა თქმა უნდა, ცვლილებებს. გადავიდეთ მომდევნო პარამეტრზე, ის რომ აღვნიშნე აქ უნდა მქონდეს ქართულად
შრიფტი, რომელიც უნდა გამოვიყენო ქართულში, ეს იქნება Windows-ის სისტემური შრიფტი, რომელიც შექმნილი არის სხვა დამწერლობისათვის, გარდა ლათინურისა, როგორც არის მაგალითად იგივე ჩვენი ქართული, არაბული, ებრაული, სომხური და ასე შემდეგ. და გვაქვს ეს ხელმისაწვდომი ველები. კერძოდ შევდივართ grid element setting-ში, ანუ ეს არის მეორე ხვეული grid element და იქ არის ეს ღილაკი, რომელიც თავისთავად გამოიტანს დამატებითი მართვის პანჯერას ღერძებისათვის, გვერდზე გავწერო დაინახოთ რომ ორი პანჯერა გასმილი, grid system setting-ში ვიყავი და მან გასნა grid element default setting-ი, ხო, შესაბამისმა ღილაკმა. სადაც გადმოვდივარ text style, ანუ სტილის შერჩევა ღერძებისათვის და აქ პოულობ seal files. ალფაბეტის მიხედვით შრიფტები დავაგებული, იმედია მარტივად ვიპოვით, თუ არა მოძებნეთ სანამ არ იპოვით და არ აღნიშნავთ აი ამ შრიფტ სახელწოდების seal file. ზომებს ჯერჯერობით დავტოვებ, რაც იქნება ტექსტისათვის სამნახევარია და ასე სხვა პარამეტრები. საჭიროების შემთხვევაში თუ მე ჩავთვალე, რომ საჭიროებს შეცვლას, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეძლებ აქ უკვე შემოსვლას და ცვლილებების შეტანას. თავიდანვე მინდა ჩავანაცვლო, შევკეთე ახლა ეს ხვეული, ნელა ვაკეთებ ამას, რომ თქვენს დააფიქსირო და თუ ვინმე 0-დან იწყებს პირდაპირ აქ, რომ იდენტურის გამეორება შეძლოთ, მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ შრიფტის შეცვლა აქ არ მოგცემს, რა თქმა უნდა, ლათინურების ჩანაცვლებას, იმიტომ რომ სილფაინი არნიშნავს, რომ ქართულია და რომც იყოს ქართული შრიფტი, აქ არ გულისხმობდა, რომ ABGD-ს გაგიკეთებდა ქართული ალფაბეტის მიხედვით. ამიტომ იმისაც, რომ მომეცეს აქ საშუალება ჩაწერის, ბრუნდები აი ამ ხვეულში, რომელიც შევკეთე წეღან, name-ed ruler, წეღან ორი მქონდა გახსნილი, აქედან შევცვალე, ბრუნდები და name-ed ruler-ში custom-ზე ვთავ. Custom-ზე გადათვის შედეგად ხელმისაწვდომი ხდება ეს ველები, აი შესაძლებელი უკვე ჩანაწერი გაკეთეს, ანუ ღია ხდება ეს ველი და შემიძლია დავა სიმბოლო ქართული ენით. ანუ როგორ? რა თქმა უნდა, კლავიატურა უნდა გქონდეთ ქართული და ჩაწეროთ აქ ქართულად. პირველი იქნება A, ну ქართული შესაბამისი ალფაბეტი. WD V და Z მექნება ბოლო. რა თქმა უნდა, ასეთივე სილფაინის კალიგრაფიული შრიფტი გამოყენებული იქნება 1-2-3-4-5-ისათვის, ანუ აქ ზოგი ვეხვდება ხოლმე ლოგიკას, რომ შრიფტის გადართვას, როდესაც ვაკეთებთ, რაც ახლა გავაკეთეთ, სილფაინზე გადაყვანა, გონიათ რომ მარტო სიმბოლოებს თვის. ის არის კალიგრაფიული შრიფტი და ეხება, რა თქმა უნდა, როგორც სიმბოლოებს ალფაბეტის სახით, ასევე რიცხვებსაც, ანუ კალიგრაფიული ფორმა შეიცვალა. ხა ბევრი შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, იმიტომ რომ რიცხვია და კალიგრაფიული რიცხვების არსებობს კიდევ განსხვავებული, თითქმის მსგავსი, ამიტომ ძირითადად არსებითი თავისთავად მნიშვნელობა მას არ გააჩნია. ესე იგი, გამოვიყენე ეს ძირითადი პარამეტრები ქართული ღერძებისათვის შესაქმნელად, თუმცა ჯერ არ დამემთავრებია. შევცვლე ამ პარამეტრს 4000 დავიყვან 3000-მდე, ვინაიდან ვთვლი, რომ ის დანამატი, რომელიც იქნება გამოწეული, ანუ რა იქნება ეგ 4000 რომ მიგახვედროთ, წარმოიდგინეთ აი ეს ღერძი A და პირველი სადაც იკვეთება, ხო, ამ ვირტუალური გადაკვეთის წერტილიდან აი ამ წერტილამდე რაც არის შვერილი დამატებითი და დავინახავთ ეხლა როდესაც შექმნით 4000 მთავაზობს თვითონ, მაგრამ პროექტირებიდან გამომდინარე, ვინაიდან ზომით არ არის ძალიან დიდი პროექტი, ჯამში 12.5-12.5-ზეა, მე გამოვიყენებ 3000. არ ნიშნავს, რომ აუცილებელია. ვიყენებ უბრალოდ იმისათვის, რომ მათ შორის ვიღაცაც გავლილი აქვს რაღაცები და ესმის არქიტექტურაში მუშაობა, შეიძლება სრულყოფილად, შეიძლება ნაწილობრივ, ერთგვარი პლუს სავარჯიშოს სახით ვაკეთებ ამას. იმიტომ რომ ამას მივაბავ პლუს კიდევ ბრუნდები ახლა. ეს დავკეცავ, ამასაც დავკეცავ, ვცდილობ რომ ცალ-ცალკე გავხსნა, რომ ბევრი რამე თვალში არ მოხდეს და შემთხვევით ხელი არ შეგიშალოთ. ანუ იქ უკვე 3000 მაქვს ჩაწერილი და შემიძლია შევიტანოთ ცვლილებები ამ dimension line და total dimension sheet. არ არის აუცილებელი, მაგრამ ნუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია და მე გავაკეთებ ახლა ამ შემთხვევაში 800-იანებს მანძილად. თუ ჩავთვალე რომ მე არ მეყო, ანუ ორჯერ 800 ჩავწერ, აქ იქნება 1600, ან ნაკლები ან პირიქით ისევ მეტი მინდა მე გავააქტიურებ. ეს იქნება ჯამური მაჩვენებელი ზომების, ანუ ეს მაჩვენებელი იქნება გამოტანილი და თუ ჩავთავ ამას dimension line, მათ შორის იქნება გამოტანილი ეს დანარჩენი ზომის ხაზები. ძირითადი პარამეტრები შევქმნი, რაც ჭირდებოდა ღერძებისათვის, მივაქცევ უბრალოდ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ყურადღებას,
რომ აი ამ კორში მექნება აქტიური აი ეს თავდაპირველად და მაუსით ქვედა კუთხით იქნება მიმული და დაინახავთ რომელი კუთხით გავამახვილებ ყურადღებას და მარკერები მექნება მარცხნივ და ქვემოთ დანიშნულება პრაქტიკულად სადაც იქნება. ანუ არ ვცვლი ამ მარკერების განლაგებას ან არ ვაკეთებ 4-დან 5-დან. ოკეის დავაჭირე. მიმული არის ეს ღერძები. შემოვდივართ და აი ამ ნულოვან წერტილთან ვაწყაბებ ერთი წკაპით. თუ შემთხვევით და მეორე წკაპით უნდა გავაკეთო აქვე, მაგრამ მაინც შევეხები როგორც აღნიშნე რომ შეიძლება ვიღაცა 0-დან იწყებს ამის კეთებას, პირდაპირ პროექტირებას და არა ჯერ ArchiCAD-ის შესწავლას, თუმცა რა თქმა უნდა ჯერ ArchiCAD-ი უნდა იცოდეთ. ამიტომ თუ შემთხვევით მაუსი გაგეცათ პირველი დაწყებების მერე და ხედავთ რომ ესე ბრუნავს, შეგიძლიათ აი ესე ჰორიზონტალურად გაასწოროთ, თუ არ გამოგდით ჰორიზონტალურად, ანუ მაუსს გულისხმობ მიმანიშნებელს ჩამოწევას ისე რომ პირველი წერტილიდან სადაც დააწყაბეთ მის მიმართ ჰორიზონტალურად იყოს. თუ მაგალითად არ გამოგდით, მაშინ დაბრუნდით პირველ წერტილში, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ისევ დააწყაბეთ და დასრულდება შესაბამისი ღერძების შექმნა. ეხლა ჩვენ ჩანაწერის საფუძველზე მივიღეთ აქ შეცდომა, მიაქციეთ ყურადღება, რომ გამომივიდა 12500 მაჩვენებელი აი ამ ხელა მანძილზე აქ, შიგნით და ვფიქრობდი რომ ყოფილიყო აქ ამ ადგილას და შევიტანოთ ეხლა ცვლილებები. იმიტომ რომ გვესმოდეს თავისთავად რომ თუ რამე შეცდომა მოგვივიდა, არ არის აუცილებელი მისი მონიშნა და delete-ის დაჭერა კლავიატურაზე, იმიტომ რომ შეგვიძლია ისედაც შევიტანოთ არსებულ უკვე ღერძებში ცვლილებები. ამისათვის უნდა მოვნიშნოთ მაინც შევეხები მარტივ ხელსაწყოებს კიდე გავიმეორებ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ეს ძირითადი მოქმედებები, რასაც ვამბობ ეხლა მონიშნა, ამიტომ ცოტა რთულია დამწყებისათვის, აბა რა ხელსაწყოებს დააჭირა იქ, მაგრამ შევეცდები მაინც რომ ამ ეტაპზე ახსნა ხოლმე რომ ჩართული მაქვს ხელსაწყო arrow. თავისთავად შევეხები ასევე ძირითად რა თქმა უნდა საშუალებებს, რომ არ არის ჩართული აი ეს ღილაკი, თორე შეიძლება ჩართული იქონდეთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხვის პროგრამაში დაждეთ, ვერან ვერ იტყვის, ამიტომ ეს რო ჩართული იყოს და დააწყაბებ, ერთად არ მოინიშნება ყველაფერი. თუ გამორთული გექნებოდა, მაშინ ღერძზე დაწყაბების დროს ერთიანად მოინიშნებოდა. მოკლედ, მოვნიშნე ერთიანად, შევდივარ ისევ menu design-ში, საიდანაც შევქმნი grid system. კიდევ ერთხელ ვამახვილებ დიდ ყურადღებას, რომ მონიშნული მაქვს და ისე შევდივარ. რო არ მომინიშნა, მაშინ ახალის შემოტანას დამაწყებინებდა პროგრამა. და ეს პრობლემა იყო ის, რომ აი 8000 ჩავწერე და არა 800. ну რა თქმა უნდა ლოგიკური ახლა მე ხედავდი რომ 800 იყო ჩაწერილი, უბრალოდ გაჩვენეთ რომ საჭიროების შემთხვევაში და გაგახსენეთ მათ შორის ხებს ვისაც უკვე ArchiCAD-ი ნასწავლი გაქვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლია შეიტანოთ ცვლილებები არა მარტო ზომებში, არამედ ნებისმიერ სხვა პარამეტრებში, რომელიც იყო შეყვანილი ამ პროექტირებისათვის. მივიღეთ თავის პოზიციური განლაგება, ისე იგი აქედან ამ ხაზამდე 800-ია და აქედან ამ ხაზებამდე 1600 მმ-ია. აი ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პროექტი. ნუ აქ უკვე აღარ დავიწყებ ამის მოქმედებებს, როგორ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ მინიმუმ რაღაცა მაინც უნდა გესმოდეთ ArchiCAD-ში, ამიტომ მომდენო უკვე ლექციები, რომელსაც გავაგზავნებ, აღარ დავიწყებ ასე დათვლებით, რომ იმ ხელსაწყოს დავაჭირე, ამ ხელსაწყოს დავაჭირე, ეს ამას აკეთებს, ის იმას აკეთებს. აქ უკვე იგულისხმება, რომ მინიმუმ რაღაცა კურსი მაინც გავიგებთ ArchiCAD-ში და გესმით რაღაცა დონეზე, თუნდაც 5-10% ArchiCAD-ის და ხელსაწყოები რაღაც დონეზე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ცვლილებების შემდგომ აუცილებლად შენახვას ვაკეთებ, შენახვა გულისხმობს იმას, რომ ვასეივებ ცვლილებებს და თუ მოვჭი მუშაობას, მე შემიძლია დავხურო საერთოდ პროექტს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ დავხურო, ვინაიდან მომდენო ვიდეოს დავწერე.